იოსები არღანაშვილი თავის შვილს საბას სკოლაში ყოველდღიურად აკითხავს. მიუხედავად სამსახურში მოუცველობისა, ის ამბობს, რომ ბავშვის აღზრდა მისი უპირველესი საქმიანობაა და ამ პროცესში დედასთან ერთად მან თანაბარი მონაწილეობა უნდა მიიღოს. ასწავლოს ღირებულებები, რასაც მე ცხოვრებაში წააწყდება, რომ ეს პრინციპები ჩამოუყალიბოს, ღირებულებები ჩამოუყალიბოს. ორივე მშობელთან ჯანსაღი ურთიერთობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას მე-7 კლასების საბა. თანაც ჩემი აზრით კარგი იქნება თუ შვილი ეცდება რომ მშობლებთან თანაბარი დრო გაატაროს ორივესთან ერთად. თუმცა ამ მაგალითის მიუხედავად მოსწავლეების საგანმანათლებლო ცხოვრებაში მამებზე მეტად დედები აქტიურობენ. ორივე მშობლის ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობენ ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტებიც. მამაკაცური რაღაც ჩართულობა რომ უნდა იყოს ის რო აკლია ბავშვს ცუდი არის რა თქმა უნდა. ჩამოყალიბებაში ადამიანად ქცევაში თანაბარი როლი აქვს ჩემი აზრით. დედაზე უფრო მეტია დამოკიდებული, მაგრამ ორივე მშობელი უნდა იღებდეს მონაწილეობას. თუმცა სხვას გვეუბნება სტატისტიკა. ბოლო წლებში საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში მამაკაცთა 93% არ მონაწილეობს. ფსიქოლოგი თეა ფანჩულიძე აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიურ ცენტრში მამებს შვილები იშვიათად დაჰყავთ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბავშვის ცხოვრების ყველა ეტაპზე მამა იმ დოზით იყოს ჩართული, რა დოზითაც დედაა. თეა ფანჩულიძე პასიურ მამებს კონკრეტულ რჩევას აძლევს. მიიღოს მონაწილეობა ბავშვების საგანმანათლებლო საკითხებში, სპორტულ საკითხებში, ხო, მათთან ერთად გაატაროს თავისი უფალი დრო. სტერეოტიპული აზროვნების რღვევის აუცილებლობისკენ მიუთითებენ ფსიქოლოგები, რადგან ორივე მშობლის სწორი და აქტიური მონაწილეობა ამ საქმეში ბავშვის ჯანსაღ განვითარებას შეუწყობს ხელს და მას ფსიქოლოგიური პრობლემებისგან დაიცავს.